4 ოქტომბერს 9 აპრილს ამსგავსებს ბაჩო ახალაია, მის შესახებ მან ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში განაცხადა, სადაც უკვე 2 საათია იმყოფება. უწყებაში ის მოწმის სახით გამოკითხვაზე და ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს. გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე მიმდინარეობს. შავა სუმბაძე გვერდება ახლა დეტალებით, მისგან უფრო მეც მოვისმენთ ამ საქმესთან დაკავშირებით, ასევე ახალაიას განცხადებაზე. შავა, გისმენთ. ბაჩო ახალაია 2 საათზე მეტია, რაც იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, სადაც მისი მოწმის სახით გამოკითხვა მიმდინარეობს და როგორც უკვე აღნიშნე, მას უნდა აუღონ ხმის ნიმუში. როგორც აქ ბაჩო ახალაიამ შესვლამდე განმარტა, მას ცოტა ხნით ადრე მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნდა მომხდარიყო ხმის ნიმუშის აღება და სავარაუდოდ ამ ხმის ნიმუშის აღება უკავშირდება იმ ჩანაწერს, რომელიც 4 ოქტომბერს გავრცელდა მედიაში და რომლის ავთენტიკურობაც დადასტურებული არ არის. საუბარია ჩანაწერზე, სადაც ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენების დაგეგმვასთან დაკავშირებით სავარაუდოდ ესაუბრება პაატა ბურჭულაძეს. ბუნებრივია, ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, რომ ეს არ არის რეალური ჩანაწერი და მასში არც ერთი სიტყვა და არც ერთი ბგერა არ არის მისი და ეს არის დამონტაჟებული ჩანაწერი. რაც შეეხება თავად აქციას და 4 ოქტომბერს საღამოს განვითარებულ მოვლენებს, ბაჩო ახალაია ამბობს, რომ ეს მანიფესტაცია მიმდინარეობდა მშვიდობიანად და არანაირ გადაცდომას აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ეს იყო მშვიდობიანი აჯანყება, ისეთივე როგორც ეს ხდებოდა 9 აპრილს, როდესაც მედიის წარმომადგენლებმა ბაჩო ახალაიას კითხეს, ნახა თუ არა ის ძალადობრივი ფაქტები, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობისას, ასევე მედიაზე თავდასხმის ფაქტები. ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, რომ მას ეს ფაქტები და ეს ვიდეო კადრები არ უნახავს. ბაჩო ახალაიას ასევე განმარტებების გაკეთება კიდევ ერთხელ მოუწია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის გამოც ის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მედიის წარმომადგენლებმა მას დაუსვეს კითხვა იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის გამოც ის სასჯელს იხდიდა და კითხეს, იყო თუ არა ის ჩანაწერები მაინც რეალური. ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, რომ არც ამ შემთხვევაში შეესაბამებოდა ეს ყველაფერი სიმართლეს. ის ადვოკატის გარეშე იმყოფება დღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, რადგან მან აღნიშნა, რომ ადვოკატის ყოვლას აზრი არ აქვს და ასევე მისივე თქმით მას არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს ამ დაწესებულებას დატოვებს, ვინაიდან მას მოლოდინი აქვს, რომ მას დააპატიმრებენ. მიტყდება ესე რომ ვთქვათ, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული. სამწუხაროდ ძალიან მწვენეა ამის. ძალიან მწვენეა, რომ ეს ხალხი ეხლოს ის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადველებდი ამას თვალს. სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი არის მანდ ორგანიზება. ბატონი პაატა ბურჭულაძეს და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება, საკუთარი თვალით ვერ ხედავენ საცხოვრებლად. რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები როგორიც არის ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი, სხვები და რომლებსაც არ ჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაც სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ, ვინმეს კადმახი, ვინმეს რაიმე სახით ორგანიზება ან რამე. აბსოლუტურად ყველამ როგორც თქვენ ნახეთ, ისევ ხედავდი მეც. მე მგონია, რომ უბრალოდ ეს პრიმიტიული სცენარი ისაქნის გამოიყენეს, ხაზი გაუსვეს უბრალოდ, ცდილობენ ხაზი გაუსვას იმას, რომ ადამიანებმა თელმა საქართველოს რაც დაინახა, გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო. სინამდვილეში ქართველები კი არ ვარცებობთ. სინამდვილეში ჩვენ არ გვყავს 5 ან 15 ან 100 კაცი, რომელსაც შეუძლია თავგანწირვა. სინამდვილეში ვიღაცეებს უნდა აიძულებდნენ, რომ იყვნენ პატრიოტები. აი ეს არის კიდევ ერთი დამცირების მცდელობა მაგ საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოს. ბატონ პაატას ალბათ ერთი თვის. სექტემბერში არ მინახავს. მურთაზე რამოდენიმეჯერ ნახე, ჩემი მეზობელია. კი. მურთას ხშირად ნახულობ, ჩემი მეზობელია, მის მეუღლეს ნახულობ, მის შვილს ნახულობ, ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ჩვენ ერთ საბოდიში ამ სიტყვის სადარბაზოში ვცხოვრობ. ეს 4 ოქტომბერი, აი გადაჭარბების გარეშე, აი შვილებს ვიცა ვარ, გულწრფელად გეუბნებით. გონია, რომ არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. უფრო სხვანაირი, კიდევ უფრო ქაქუცას რო ინდელი, ეგ იყო მართლა საოცება, პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებმა გაბედეს, გააკეთეს, დამარცხდნენ იმ ბრძოლაში. მშვიდობიანი აჯანყება, იცით რას ნიშნავს? იმასაც ბატონმა პაატამ და ბატონმა მურთაზა არც ხელშიც არაფერი ეჭირათ, ნიღაბიც კი არ ეკეთათ, აერწენაკიც კი არ ეკეთათ. აი ეს არის მშვიდობიანი აჯანყება. მე ჩამოვედი რამოდენიმე თვის წინ ქვეყანაში.
ყველას კარგად გესმის, რომ ჩემი გადაადგილება, ყოფნა, მოძრაობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ასე ვიცხოვრე ეს თვეები პრობლემების გარეშე. ხიათ თავისუფლად. ერთადერთი დისკომფორტს ქმნიდა ბავშვებისთვის და ოჯახისთვის, რომ მუდმივად ვიღაცა გითვალთვალებს, ამიტომ არც დასამალი მქონია, არც არაფერი. როგორც უკვე მოისმინეთ, ბაჩო ახალაიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესვლამდე სინანულით აღნიშნა, რომ სამზარეულოდან ადევნებდა თვალს 4 ოქტომბერს ორბელიანის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს თვალს. ის კვლავ იმყოფება საგამოძიებო უწყებაში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. ჩვენც ვრჩებით ადგილზე, ველოდებით დამატებითი განმარტებების გაკეთებას და უკვე შემდგომ გამოშვებებში დეტალურად მივაწვდით მაყურებელს ინფორმაციას, როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა შალვა სუმბაძე იყო პირდაპირ ეთერში.